თავდაპირველად მსურს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები გავიხსენო, როდესაც 1 წლის წინანდელ ინტერვიუში მას უკრაინის ომთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. მან თქვა, რომ სურს ადამიანების დახოცვა შეწყდეს და გულწრფელად გეტყვით, არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ უნდოდეს. განადგურების ის დონე, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, უბრალოდ გასაოცარია. მთელი თაობების ძალისხმევა დასჭირდება ამ ქვეყნის ხელახლა აშენებას. მილიონობით უკრაინელი ახლა უკრაინაში აღარ ცხოვრობს. გაურკვეველია თუ რამდენი მათგანი დაბრუნდება სამშობლოში. თუმცა უკლებლივ ყველა მათგანიც რომ დაბრუნდეს იქ რა დახდებათ. ქვეყნის ზოგადი და ენერგოინფრასტრუქტურა მიწასთანაა გასწორებული, ხოლო მათი აღდგენა $100 მილიარდი დაჯდება მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი კონფლიქტია და მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია უპირველესად უნდა გულისხმობდეს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას. სამშვიდობო გეგმა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, ურთულეს სამუშაოსა და ძალისხმევას მოითხოვს. ეს მარტივი საქმე არ იქნება. აუცილებელია თავდაპირველად გაბედული დიპლომატიის წარმოება და გარკვეული დონის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ჩვენი მიზნების მისაღწევად საჭიროა ყველამ გაითავისოს, რომ უნდა ვიყოთ რეალისტები. აუცილებლად მოხდება დათმობებზე წასვლა რუსეთის მხრიდან, უკრაინის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც კი. საჭიროა დაცული იქნას ერთგვარი ბალანსი. სხვა შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება მოჰყვება, რთული მისაღწევი იქნება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.